არის რაჭათრიფ გამარჯობა გვანსა. გამარჯობა შეთიკო. თქვენ რა ქვიათ? გამარჯობები მაგდავარ, მარისურაძე, ნინი, ყოფილი. ძალიან კარგია ამ კეთილ ადამიანებმა მე გამიჩერეს და წამწიეს წინ და თან მიხსენებთ ჩვენ რაჭულ ფესვებს. ჩვენ არ ხარ ხო რაჭველი? მე რაჭველი არ ვარ. ეს რაჭველი არ არის, მაგრამ რაჭველი გაქარია გასაჭურეთ. მოინაცვლე. 6 წლის წინ მოვიდა. ის მოწონს აქ არის გადავაქციეთ რაჭველად. ეგარი 1-2 ჩამ. აი ონჭევი ბიჭი საფერე. ხართ რამ ყოფი ონჭევი ბიჭსა. ის ვარ. ჩვენგან ცოტა შორია და აი ჯეჯორი პირდაპირ ონში ყოფილდებთ. იცი რა მითხარი, ონში ჯეჯორზე ხობანაობს ყველა. კი. საადებს სორტუანთან საბანაო. სორტუანთან ერთია და კიდე ქვემოთ არის. და აი ყველა საბანაო მაინტერესებს ძალიან. არ შეცვალა ნაყოფი და ვიცი რომ ყველა მაგდადის და ძალიან. ხო. მე მივაგები, სად არის დაახლოებით? დაიყვეს ნეტ. უარაზ მაგნა დაკლაჩის მადლობა კიდევ ერთხელ. კამდე დავეზარა ლაპარაკი და მივდივართ ირი, სოფელი ირი, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ძალიან და რომელიც ძალიან მაინტერესებს დიდი ხანია და ინტრიგაში ვარ უკეთ როგორი. ხო და მედივარ ფეხით თუ ანუ 5 კილომეტრია დარჩენილი. ვაი. ესეთ 2 საათში ჩავეტევი რომ მივიდე ფეხით. თუ ვინმე წამიყვალა ხო კაი. საინტერესო რა დაგვხდება იქ. ეჭამაგარია. მე ვარ სოფელ ირში, რომელიც თავის დროზე იყო საკმაოდ აქტიური სოფელი. ჩვენ ვიყოფებით ოკუპირებული ტერიტორიიდან რაღაც არ ვიცი 20 კილომეტრში არც კი და ამ სოფელში ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა. და ეს არის ერთ-ერთი ალბათ საცხოვრებელი სავიტიტრო მაღალზე ვართ. ეს ფანჯრები აშკარად. აქ იყო მუშათა დასახლება და აქ იყო რავი ქარხანა და ძალიან ბევრი დანარჩენს მეცნებით ანდათან ნახო. აი ესეც ნახეთ ამ ხელა შენობა, ამ ხელა რამდენი სართულიანი და იმის გათვალისწინებით რომ სოფელში იყო ძალიან სიგიჟეა. რაღაც მე ვარაუდები ცხოვრება მიყვარს. და просто ინო ბუნებამ ჩაღლაპა, რასაც ვქი თითქოს გეგონება, რა ვიცი. ძალიან ბძველია, მაგრამ არ არის ძალიან ძველია. 91 წლიდან რამდენი 30 წელი, 40 წელიც არ არის. ნახოთ გავაქცევთ. ვაუ, გაოცებული გახლავართ მე. რაღაც აი არ ვიცი. ესეთი ფატალური შედეგი მიწის რომ როგორ მოიტანა უბრალოდ არ ვიცი. სიგიჟეა რომ აი მაინც არას გაჩვენა. უბრალოდ მასშტაბს შეხედეთ რა ხელა და რა დარჩა.
სადღაც იქნება მისახლოვებელი. რთულია ვარაუდო, სადრა როგორ ხდებოდა, მაგრამ ძალიან დიდი კომპლექსი იყო და ბარიტის ქარხანა იყო, ბარიტი. ჩემი მცირე ინფორმაციით მიწიდან მოიპოვებოდა შესაბამისად თიდან ხდებოდა მოპოვება და შემდეგ ხდებოდა გამდიდრება. მაინც აუცილებლად ის რუსეთში წავიდოდა. მაგრამ ხო რა ქარხანა იყო საკმაოდ დიდი. არ მგონი ამ ხელა ქარხანა ბევრ გამიყოფილიყო. აი მაგალითად აქ ხამურა იყო. აქ დიდი ალბათობით საიდანღაც ესე ჩამოყარა ხდებოდა. იყრებოდა რაცხა. აი ღიობია. ხარაძრო. მე ამ მართლა სიტყვება დაცლილი ვარ, როგორც ესე არ ვიცი, ქარხნების მოყვარული ძალიან ეს არის რა. თანიმენა ტყემ ჩაყლაპა, ქაურობა რა. თაში ეგრევე აი ბრახტა, ეგრევე იყლაპება ყველაფერი. ახლა არაფერი არა დარჩენილი. არაფერი. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ აქ არის აუზი. და აქ არის შეზლონგები. აქ არის სტადიონი. და აქ არის ტურნიკები. აქ არის სასაფლაო და აქ არის შენობა. მართლა არ ვიცი რატომ არის აქ აუზი. ძალიან ოღროჩოღროა. ესეთ დახრილი აუზია. იქ ძალიან მაღალი, იქ ძალიან პატარაა, მაგრამ რა ვიცი აბა. წვიმის წყალი კი ასხია. ოდესღაც გაივსება. ეგრე თუ მიგუნდექით. ეს ვარ მე და ვზივარ შეზლონგზე. ის მივიღე, რასაც ველოდი ამ გამოსვლისგან და ბედნიერი წავალ. და საბაგირო სად არის ზუსტად ვერ ვამოყავი. ალბათ მარტო სადგურის თემა იქნება შემორჩენილი და ნახოთ. ამ სოფელში გახდათ საბაგიროც და ამ შენობას ისეთი ფორმა და წერილობა აქვს, რომ მე ვივარაუდებ. აქ თხილად უნდა იყოთ. ამ გადავარდებით. ხო. და გაჩვენეთ მეორე მხრიდან ახლა რა ხდება იქ. აქ შოლები ნახეთ ეს გასასვლელი. მეორე მხრიდან აქედან კიბე აქვს. ოპა. აქ ეს კიბე არის, მედიხარ გამოდიხარ ეგ თემა და აი ეს რაღაც ანამაზია და კიდევ წინდა უნდა გაჩვენოთ. ძალიან კარგი მაყვალი ვჭამე. მაყვალი. აი მოვედით. აი ღია სივრცე არის სუნთლა ხო და ვივარაუდებ რა და კონი იქეთ მიდიოდა, იმიტომ რომ წედისიც მაქეთ არის და მაგხარეს დაგვინახავს. ძალიან ცუდია რომ აი არაფერი ნიშანწყალი არაფერი, მარტო აი შენობა დგას და ეგ არის. ორი წუთი დარჩა ჩემს კამერას. აი მეორე მხრიდან უკეთესი მოსასვლელი იყო და აი ეს ახლა სანამ წვიმამ დავუშვა, აი ეს ღია სივრცე, შოლები ალბათ აქ ჩამოდგებოდა თამა. ხო რა, ალბათ. თანა ესე წინ გასწრი გადიოდა. სადგურებიც არის რა, ანუ სადგურები მონიშნულია მაპზეც რა და ესე არის მეგობრებო, ძალიან ლამაზი ჩანს, დიდი ალბათობით თქვენს დამეთანხმებით. ხანამ კამერა გამევაბათ, ის იქნება ბოლო კადრი. დღევანდელი დღიდან, მაგრამ ბევრების გადაღება მინდოდა.
მე უყავს იმედია ორგანიზმი